შუახევის მუნიციპალიტეტში იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის თაგნურის, ჯვარმინდორის, ტყისველის, კატრიანის და ჩირურქის საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები იწმინდება. გაწმენდით სამუშაოებს ტაჭერის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილება აწარმოებს. ადგილობრივი მოსახლეობა გზების ავარიულ მდგომარეობაზე საუბრობს და თოვლის საფარისგან გაწმენდასთან ერთად ავარიული მონაკვეთების შეკეთებასაც ითხოვს. მათი თქმით, ავარიული გზების გამო იალაღებზე ტვირთის გადატანა უჭირთ და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია. ივნისამდე თითქმის ყველა მთაში მისასვლელი გზა გაიწმინდება თოვლის საფარისა და მიწის სვავებისაგან და მოსახლეობას ექნება საშუალება ავტომობილით შეუფერხებლად გადაადგილდეს მთებში. რეგიონში გავიდეს მაღალი გამავლობის ტრანსპორტი მთაში. ამის შემდეგ მოხდება მიწის სვავებისაგან ჩამონაშალის გაწმენდა და მისი რეაბილიტაცია. წელს საგზაო დეპარტამენტმა ადრიანად დაიჭირა თათარიგი ამ კუთხით. მომარაგებულია საწვავი, სათადარიგო ნაწილები ტექნიკისათვის. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გაიწერა გრაფიკი თუ რომელ მთებში რა მიმართულებით რა დროს უნდა წავიდეს ტრანსპორტი. პირება მოცემული აქვს და ჩვენ ძალიან იმედს გამოვთქვამთ მათით, რომ ეს გზები ნამდვილად ნორმალურად მოწესრიგდეს იმ დონეზე, როგორც თუ ავტობუსს შეიძლება ხალხის გადაყვანა ნორმალურ ფარგლებში. არის შემთხვევები, რომ გარკვეულ ადგილებზე ფეხით უწევთ გზავრებს გადმოსვლა